ორი ქართველი კალათბურთელი FIBA-ს ვარსკვლავთა სიაში. FIBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ევრობასკეტის მონაწილე იმ კალათბურთელების სია, რომლებსაც გულშემატკივარი განსაკუთრებით უნდა დააკვირდეს. ჩამონათვალში სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე მოხვდნენ. სტატიის მიხედვით სანდრო მამუკელაშვილი შესაძლოა ევრობასკეტის ყველაზე მოქნილ ცენტრად მივიჩნიოთ, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეტოქეებისთვის. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, FIBA წერს, რომ ბითაძის მთავარი პლუსი ფარქოს თამაშია. საქართველოს ევრობასკეტზე პირველ თამაშს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. გამოცემა Watford Observer-ის ცნობით ვალენსია მზად არის, რომ ჩაკვეტაძის სანაცვლოდ Watford-ს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ინგლისური კლუბი გაცილებით მეტ თანხას ითხოვს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბი მაქსიმალურად ცდილობს ჩაკვეტაძის შენარჩუნებას, რადგან პრემიერ-ლიგაში დაბრუნების გეგმა ქართველის გარეშე რთული შესასრულებელი იქნება. რამდენიმე დღის წინ ჯეოთიმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძეს ვალენსიასთან პირადი კონტრაქტი აქვს შეთანხმებული. ახლა ჯერი ინგლისური და ესპანური კლუბების მოლაპარაკებაზეა. მეცში სადებიუტო მატჩის შემდეგ გიორგი წიტაიშვილი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. კლუბმა ტრადიციულად გულშემატკივრები გამოკითხა. წიტაიშვილმა კი გამოკითხულთა 53.8% ხმა მიიღო. მეცი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტრასბურგს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად ქართველმა ანალიტიკური ვებგვერდებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ ლოზანაში ითამაშებს. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. 20 წლის ქართველი ნახევარმცველი ბაზელის საკუთრებაა და ლოზანაში იჯარის წესით გადავიდა. ახალი მოთამაშე ქალაქში წერს კლუბი და ქართველი ფეხბურთელის ვიდეოს აქვეყნებს.